2024 წელს უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაორმაგდა. გასული წლის ბოლოს სექტორში უმოქმედო სესხების მოცულობა 86 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2023 წელთან შედარებით 90%-ით მეტია. ბანკების მიერ სებისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით მთლიანობაში ვადაგადაცილებული სესხების წილი 2%-ში ადგენს. ამასთან ერთად იზრდებოდა დაკრედიტებული დეველოპერული პროექტების რაოდენობაც. გასულ წელს ქართულმა ბანკებმა ყველაზე მეტად 54%-ით სწორედ ეს დარგი გაზარდეს, რაც თანხობრივად 1,4 მილიარდი ლარით გამოისახა და ჯამურად 4 მილიარდს მიაღწია. 10%-ით ანუ 1,1 მილიარდით გაიზარდა ფიზიკურ პირებზე გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობაც. ამ შემთხვევაში პორტფელის ზომა 12,1 მილიარდი ლარი იყო. ზარდი მონაცემების მიუხედავად დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ მიმდინარე პერიოდისთვის დაკრედიტება შენელებულია. მათი თქმით, ახალი პროექტების დაწყებისთვის საჭირო დაფინანსებას ბანკები გაზაფხულამდე რთულად განიხილავენ. ინფორმაციას არ ადასტურებენ საბანკო ასოციაციაში, თუმცა არც ვადაგადაცილებული სესხების ზრდაზე და არც მიმდინარე პერიოდში კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გართულების მიზეზებზე მათ BMG-სთან კომენტარი არ გააკეთეს. DBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი კი ფიქრობს, რომ სექტორში არსებული მთავარი გამოწვევა სავალუტო რისკებს, მიწოდების ზრდას და მიგრაციის ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. ოთარ ნადარაია განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე ფასის არამდგრად ზრდას ადგილი არ ქონია, შესაბამისად მისი განმარტებით ბაზარზე საპნის ბუშტის არსებობა არ იკვეთება. ფასების დისკუთხით არა, თუმცა აქ დათქმა ლარის კურსზე. ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, მიგრაციის გადინება პირველ რიგში უძრავ ქონების სექტორზე იმოქმედებს ნეგატიურად, ხომ ეს ასეა. როგორც ქირაზე, ასევე უკვე შემდეგ ფასზეც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში ეს ცნობილი ფაქტია, რომ მიწოდება არის გაზრდილი, ხომ ასეა თქვენ ახსენეთ, ანუ მიწოდება არის გაზრდილი, რაც თავისუფლად არის რისკ ფაქტორი. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, როდესაც ისედაც მიწოდება ძლიერია, ხომ? ანუ კიდევ დამატება, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი გაშდეს ახალი, ხა რა თქმა უნდა, ამას ვფიქრობ მასშტაბურად, ხა მე არ გულისხმობ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ხომ? იმიტომ რომ ყველა პროექტი თავის სპეციფიკა აქვს, მაგრამ ხა ბაზრის დონეზე რო შევხედოთ, ამის სრული ვფიქრობ, არც ფინანსური ინსტიტუტს ექნებათ და თავისთავად არც ბიზნესებს. გალტენტაგარჩი აცხადებენ, რომ 2024 წელს სამშენებლო ნებართვების საერთო ფართობი 7%-იან, ბინებზე მოთხოვნა კი დეკემბერში 9%-იან კლებას აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო ბანკის ასოცირებული მკვლევარი ამბობს, რომ ამ დროისთვის გაცემულ ნებართვებზე ათვისება სტაბილური რჩება. ზუკა თავყელიშვილი ბაზარზე ნეგატიური გავლენის მთავარ ფაქტორად ლარის გაუფასურებას და ეკონომიკური ზრდის შენელებას განიხილავს. მოთხოვნაზე რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, აქ შეგვიძლია ორი მხრიდან შევხედოთ, ანუ საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენებზე რამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, ეს იქნება უფრო ნელი ეკონომიკური ზრდა, ეს იქნება კურსის გაუფასურება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ უარყოფითად ურტყავს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გადინების რისკიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები გაყიდვების 80%-ზე მეწს წარმოადგენენ. საინვესტიციო ნაწილშიც არსებობს რისკები იმისა, რომ უცხოური კომპანიები, რომლებიც დღეს აქ ოპერირებენ და საერთაშორისო მისიები თუ გადაწყვიტავენ ქვეყნიდან გასვლას, რა თქმა უნდა, ეს იჯარის ბაზარზეც აისახება, შეამცირებს ქირის ფასს. ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის გამო 2025-ში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის კლებასელიან საზოგადოება და ბანკებშიც. გიორგი კებულაძე ამბობს, რომ რისკები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რასაც გაუარესებული მოლოდინები განაპირობებს. საბანკო სექტორი, როგორც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ლოკომოტივი, ყველაზე პირველი ხდება თუ რომელ სექტორს შეიძლება შეექმნას პრობლემა და ის რომ შარშან პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იყო ლოგიკური, მაგრამ ის რომ წელს დაკრედიტება შედარებით შემცირდა და შესაძლებელია გარკვეულ კომპანიებს არც მისცენ დეველოპერული სესხი, მაღალი რისკიდან გამომდინარე, ესე ძალიან ლოგიკურია. რადგან თუ კითხავთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც პირობითად შარშან თებერვალში შეიძინა უძრავი ქონება, იგივეს იზამდა თუ არა წელს თებერვალში სესხს გულისხმობს სესხით შეძენას, ხო? ძალიან ბევრი ალბათ თავს შეიკავებდა, რადგან ძალიან ბევრ სექტორში გაჩნდა დასაქმების პრობლემა. ბევრი ადამიანი საერთოდ თუ ეს პროცესი წარმატებით არ დასრულდება, ქვეყნიდან წასვლას ფიქრობს. თემაზე კომენტარისთვის BMG-მ საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მიმართა. უწყების მიერ გამოგზავნილი წერილობითი პასუხი კვლავ გასული წლის დეკემბრის მონაცემებს ეფუძნება და ნათქვამია, რომ დეველოპერული სექტორის დაკრედიტება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპით ხასიათდება. ამავდროულად ვადაგადაცილებული სესხების წილი ბოლო თვეებში მცირდებოდა და დეკემბერში 3,7%-ში ადგენდა. სებში განმარტავენ, რომ მაღალი ზრდის ტემპის მიუხედავად სექტორი ჯანსაღი, იპოთეკური სესხებით დაკრედიტება კი მზარდია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები
სისტემებით 12 მილიარდი ლარის იპოთეკური კრედიტების პორტფელი სულ 161,000 ინდივიდუალური საკრედიტო შეთანხმებისგან შედგება, რომელთა საშუალო მოცულობა 75,000 ლარს შეადგენს. რეგიონების მიხედვით 12 მილიარდი ლარიდან 8,7 მილიარდი ლარი თბილისის უძრავი ქონების იპოთეკურ სესხებზე მოდის, აჭარაში მდებარე უძრავი ქონების იპოთეკების პორტფელის ზომა კი 1,2 მილიარდი ლარია.